ვაგრძელებთ ძველი ბათუმის ფრაგმენტებს და როგორც მივხვდი გამოხმაურებებიდან მაყურებლებს ძალიან მოსწონთ, როცა ძველ ბათუმზე, ძველ შენობებზე და ზოგადად ბათუმურ ისტორიებზე საუბრობთ, ასე რომ დღევანდელი სტუმარიც სწორედ ძველი ბათუმელი შევარჩიეთ. არქიტექტორი, ძალიან საინტერესო ადამიანი, გია ბაღაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი. ბატონი გია უკვე გველოდება ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან. ფრთხილად მეგობრებო, არ წავიქცეთ. ეხლა ამაზე რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ იტყვიან მე არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კაია რომ ეს რაღაც ძალიან კარა. იცი რა არის, თუ ბათუმელი ხარ, აუცილებლად დაეთანხმები იმას, რომ აქ არაფერი არ უნდა ყოფილიყო. კი. ხელცარიელი არ მობრძანდით, ხო? არა, ბულვარის ისტორია ძალიან საინტერესო მასალებია. ეხლა ეს გაეფინება ხალხის ნახავთ და თქვენს შეიძლება ნანახი არ გქონდეთ. თქვენ ის დაიკავეთ, დავდეთ. ყავაი ამაზე ამ მოაჯერზე აქ ქარი არ არის. ამასობაში გეტყვით რომ ისე მიხარია დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი რო ხართ. მართლა? უყურე ეს სავარის შესასვლელი აქ არის. ეს არის? ეს არის. ეს თეთრი ღობე რო დაბრუნდეს ძალიან მოუხდებოდა ბულვარს. კი, მაგი გეგმაში მაქვს ეს აზრები. მე მგონი დასაბრუნებელია თეთრი ღობე, არა ერე? კი, მე პირველად ვხედავ, არც ვიცოდი ეს თუ იყო აქ. აი, ხო ხედავ, ბევრ რაღაცას ნახავთ პირველად. როგორი ველოდრომი იყო, ხედავთ? ვაჩვენოთ კადრში, რა ლამაზია. არ ჩამორჩება დღევანდელ გართობას 100 წლის წინანდელი ბულვარი. აი, ეს ძველი ბულვარის პირველი ვარდების ხეივანი რო აიგეს. აი იქედან ვარდების ხეივანი რო აიგეს და რო გააკეთეს სომხური პროექტი იყო მაშინ. ეს რომელი წლებია? და მე უკვე ფრანგულად გადაკეთდა. 1970-იანი წლებია. 70-იანი წლები. აი ნახეთ და კარგი ეს ჭადრაკთან რო იყო აი ბავშვების ისა კარავაი რო იტყვიან აი ეს არ მნიშვნელოვანი დღეს აქ იმიტომ რომ რა იყო აქა საერთოდ აი რა იცოლებოდა და სულ იყო სალაპარაკო თემა შესასვლელის ამბებია კი აი აქ იყო დუხავოი ორკესტრი მღეროდა და ცეკვავდნენ ამ ადგილას იქ რო რესტორანი მე რო დალფონსი აღმოვაჩინე არის იცით აი ეს არის დალფონსი, როცა შენდებოდა იქიდან ბულვარი. მართლა? ეს ნამდვილი დალფონსია? კი, ნამდვილი დალფონსია. როგორ გამოიკვლიეთ? ცხონებული ზაურმარგები ცოცხალი იყო. მე რო დავიწყე არქივის შექმნა. უკვე 22 წელია მუშაობ აქ. რო დავიწყე აკრეფა, ამა დაუკვირდი ამას ძალიან. იმიტომ რომ გავიზარდე მე, ეს იყო ჩემი ბინა. ის კუთხე რო არის, დიდი აივანი. მე ცხოვრობდი. გიჟდები მაგ სახლზე. 60 წლამდე იქ ცხოვრობდი. ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი, დემონტაჟის, სტალინის, ზეგლის. ერთი ქვა ჩემ აივანზე გადმოვარდა, გრანიტის ქვა. ნუ მთელი ისტორიები. ყველაფერი ვერ მოყვები რა, ეს ტრაგიკომედია ბულვარი რა. მართლა ხო? აი ნახეთ იასონ გორდეზიანი, რომელმაც ფაქტურად ნახევარი ბულვარი გააკეთა. განსაკუთრებით ის ზედა 3 სასეირნო ალეები. მისი დამსახურება და იმიტომ საპატიო ადგილად დგას. სადაც დგას ის. ნამდვილად. ბატონო, ძველი თეატრი და ახალი თეატრი. მე 100 თავით მომწონს ძველი, რა ვქნა. მაგრამ ის რომ გაკეთა მსგავსი ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. აქ აპირებდნენ იაპონური ჰოტელის აშენებას, სასტუმროს და გადავშით მაშინ. ერთ გადავულით და ბათუმის უნივერსიტეტი. ხო, მორჩა. ეს უნივერსიტეტი ნახე რა კარგი შენობა იყო. ეხლა ეს არის. ნახე რა დაინგრა თუ უბრალოდ სახე შეიცვალა. ბევრი რამე შეიცვალა. აქ იყო ეკლესია ზემოთ. უნივერსიტეტის თავზე? მოქმედი ეკლესია თავზე იყო კი. სტუდენტებისთვის და გიმნაზისტებისთვის და ყველასთვის. ეგ რომელ წლებში? 90 წლის წინანდელი ამბავი. ეს ახლა მე პირველად გავიგე. უნივერსიტეტის თავზე იყო ტაძარი მოქმედი. ყველაზე პირველი ობიექტი ბულვარში იყო შუქურა. ჯერ იყო ჩუგუნის 1600 რაღაც წლებს. შემდეგ 1834 წლებში იყო ფრანგული პროექტი. ესა პირვანდელი სახე და ეხლა საბოლოოდ ეს არის. აი 20-მდე ესეთი მარმარილოს ქანდაკებები იყო. რომელ წლებში? 34-41 წლებში. უფრო აქეთ კიდეც. სრულყოფილობამდე ბულვარი როდის შედგა, რომელ პერიოდში და როდის დაიწყო ეს განაშენიანება, ეს ალეები, ბილიკები და ეს ყველაფერი და იდეა როგორ გაჩნდა? ყველა იხსოვდა ბულვარისთვის და ყველა თაობები, წინა თაობები
ქმნიდნენ რაღაცას მისას. ბულვარის განვითარების ძალიან ბევრი ეტაპი გაიარა ბულვარი. აი კომუნისტურ პერიოდში დაიწყეთ გაფუჭება და გინდა თუ არა ის სიმბოლიკების მოხვევა. თუ გინდ იოსებ სტალინის დადგმით. მე ყოველთვის ნამდვილი ვიყავი. ბულვარი არ არის ის ადგილი, რომ ვიღაც სიმბოლოები და განადიდო ვიღაცა და თუ გინდ თამარ მეფის ქანდაკება რო დადგა, მე ნამდვილი ვიქნები. ან დავით აღმაშენებელი რო დადგა. პირდაპირ ვაცხადებ. ის არის მის საპატიო ადგილზე. ბულვარი ეს არის დასვენების და გართობის კერა. აქ არ უნდა იყოს რამე ისეთი რომ მიიქციოს ყურადღება. კი ბატონო, მეგობარ ქვეყნებს უნდა გაუკეთო პატარა სკვერი, რა თქმა უნდა. ან რაღაც დასამახსოვრებელი თუ გინდა სული კოჟღენტი კი ბატონო იყოს აქ ცხოვრობდა და იმის გამო. მაგრამ აი რაღაც პომპეზური, აი როგორც იყო იქ შეცდა ბატონი ვაცხადებ ასლანი. მე ბაბუაჩემს აქ არ დადოდი. იმიტომ რომ დიდი დრო არ ექნებოდა მაინც. თუ დგამ უნდა ფუნდამენტურად დადგა, მისი ადგილი უნდა მიუშინო. რომ სამარადისო დარჩეს, ხო სწორია? ის რუსი იმპერია რო იყო რუსეთის, ნიკოლოზის სახელი რო დაერქვა 1888 წელს ბულვარს. ისინიც იყვნენ, იმათმა ჩაუყარეს საფუძველი, პირდაპირ ვიტყვი, რატო დაუკარგვა რა ის დალფონსი რო იყო მაგალითად. რესლერი იყო, რეიერი იყო, სპეციალურად მოიწვიეს ფოთიდან ცნობილი ინჟინრები, დეკორატორები. მათ ჩაუყარეს საფუძველი და აქედან დაიწყო განვითარება. თუმცა ზღვა იყო აი ამ ადგილას. ნაპირი, ზღვის ნაპირი აქ იყო. საშუალოდ მე მახსოვს 12 წლის წინ ბაჩო გორაბანიძემ მოიტანა ეს დიდი ფარგალი და მე შევუერთდი დავინტერესი. დავიწყეთ გაზომვა. იმ ადგილას იყო დადებული ქვა რამასურმანიძეს ხონებულმა ეს გააკეთებინა თუ სად იყო ნაპირი და ის ნაპირი უწევდა სადღაც აქა და აქ იყო სიმბოლო სადაც ეწერა 1884 წელს ამ ადგილას იყო ზღვის ნაპირი. ხო. ისე რატო დაიწია ესე? ამას თავისი მიზეზები აქვს. იქ ზღვის ნატანი რომ მოდიოდა ხრეშოვანი, მოფინა დაუმატა ნაპირი, ერთოს კოლონადებზე ისხმებოდა ტალღები. ნახეთ ახლა ყველა ფოტოს აქვს თავისი პერიოდი, ეპოქა, დრო, ვინ რას იხსოვდა, ვის როგორ უნდა თავი გამოიჩინა ბულვარისთვის. მაგრამ ბულვარში ხდება რაღაც განსაკუთრებული მისი სათუთი მიდგომა, დიდი განათლება, ისტორიის ცოდნა. დეკორატორების განათლება და მარტო დეკორაციაც არ არის, რა თქმა უნდა, ხელმცენარეებია, მაგრამ ბულვარში ბილიკებს როგორ გააკეთებ, ამას აქვს ძალიან მნიშვნელობა. მაგალითად? მაგალითად, ის ალეა ყოველთვის ძველმა სპეციალისტმა დაყრენ ხრეში. იმიტომ კი არა, მათ არ ქონდათ მოზაიკა და ქვებს ვერ დააწყობდნენ. არა, სპეციალურად. და მაშინდელი მაგნოლიები ბევრად ცოცხლად და კარგადაც სულნენოვნად გამოიყურებოდნენ, ვიდრე არის ეხლა. მე გულიმდგება ძალიან და გვაქვს ამაზე საუბარი, როგორ გამოვაკეთოთ. ფესობამდე წყალი უნდა მიდიოდეს. ფაქტურად ბულვარი უნდა იყოს მთლიანად დრენაჟი, გამიგეთ? ეხლა რო ხდება სარწყავი სისტემით, ხო? კი, ინტენსიური მსვლელობა რო არის ტურიზმის, ხალხის, დამთვალიერების, კი ბატონო, იყოს თბილა. აქ ხელმცენარეების შორს არის, მაგრამ იქ სადაც ხეებია და მათი ფესვები იტოტვება, იქ უნდა კონდეს აი ყველა ერთად დაწვა. ომის დროს ხანდახან რო იყვნენ პრიკამანტიროვანიო სალდათები და ისინი სროლობდნენ ამაზე, ვარჯიშობდნენ ვინ მოარტყამს თავში. მართლა? და ფუჭებდნენ, დიახ. შემდეგ ოფიცერთა სახლი იყო აქა. სახლი გადაიტანეს, შეინახეს და მერე გაძარცვეს. ამიტომ გაძარცვულია ზოგი უცხოეთშია, ზოგი სად არის. ამის შესახებ მაშინდელმა პარტია ობკომმა დაიწყო ძიება, ეს მასალები დაკონსერვდა და კასმარიცის გაურკვეველ მდგომარეობაშია დაკარგა. შემორჩა ის კარგი ქანდაკება ბავშვთა პოლიკლინიკაში რო იყო ყურძი. ბავშვთა პოლიკლინიკაში მახსოვს დედაშვილის ქანდაკება, თეთრი მარმარილო. მე გადაიდა დედა თუ რაღაც, ხო, კი, ეხა მუზეუმში არის. სად არის ეგ ქანდაკება, ხო? ხელოვნების მუზეუმში. ეხლა მუზეუმშია. სხვა შორის ამის არქიტექტურა გააკეთა ცნობილმა ბათუმელმა არქიტექტორმა გიორგი სერგეევიჩ შერქომაშვილმა, რომელმაც გააკეთა ცირკის წინ ორი დიდი შენობა ცხოვრობდა თვითონ და ის პროექტი მან გააკეთა. გუშინ ამ ქუჩის თითქმის ბოლოსკენ ვიყავი და იქედან გამოჩნდა ეს სივრცე და შადრევნები და რაღაცა ისე მესიამოვნა, თურმე როგორ ფარავდა. ფილტრებმა დაიწყო სუნთქვა. და ეხლა რა პროცესებიც მიდის ხო იცით არა?
ეხლა ხალხი მოგისმენს, შეიძლება ბევრს ეწყინოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ თუ შენი ქალაქი გიყვარს, ბათუმელი ხარ, აი მე მაგას სიგიჟემდე მიყვარს, არ ტრაბახობ ნამდვილად. მე მეცად გეტყვი, მე სხვა ქალაქში მთავაზობდნენ პროფესიიდან გამომდინარე ცხოვრებას და ძალიან დიდ შეღავათებს, ბინას, მანქანას, სულ ყველაფერს და უარი ბათუმის სიყვარულის გამო. ეს არის ჩემი სიცოცხლე, რა პირდაპირ გეტყვი. ეხა ეს რაღაცეები რო აიღეს, მე პირადად ძალიან ვემხრობი ამ ყველაფერს, ეს საჭირო აუცილებელი ხირურგიული ოპერაცია იყო ჩვენი ბულვარისთვის. თუ გვიყვარს ბულვარი, რაღაცაში უნდა დახუჭოთ თვალი. იმ ობიექტების ფლობელები, ყველა ჩემი მეგობრებია, განა ამდენი ხნის განმავლობაში. მათთან ყავას მივთმედი, ჩაის, ლუდს, მაგრამ უხსნი მე ამათ და ვეუბნები, ვამშვიდებ. მრავალი წელი, აი ზოგი 50 წელი მუშაობდა აქ, მაგრამ უნდა შეეგუო იმას. ან დაგიბრუნებენ უკეთეს ობიექტს, რო აშენდება, თუ აშენდება, ან კიდევ დაკმაყოფილდი მაგით, რომ იმ მოღვაწევე აქ, ყოველთვის დირექტორი ხო არ იქნება ამ ბულვარისა და ნელა ყალიბდება ის ტრაქტატი, რომელიც ჭირდება ბულვარს. აი შემუშავდა ერთიანი კონცეფცია, გეგმა ბულვარის განვითარების. ამ გეგმის დასაწყისია ეს, რაც ხდება ეხლა. ეხლა მე ვამბობ, ბულვარი არის ცალყურიანი. ცენტრალური შესასვლელი, აქეთ არის ბულვარი, იქეთ აღარ არის ბულვარი. ხედავ? ხო, აი ეს არის, არ ვიცი. მე ბულვარს ასე განავითარებდი ბოლომდე პორტამდე. პირველი ვესტუმარი რო ჩამოგდის, ხო? დალევებ, ყავა, შაი, საჭმელს და მოკავს აქ. აბარა. რო დაათვალიერო ბულვარი. ხანერი სიტყვა. ეს არის ჩვენი ეზო. ჩვენი სახლი სადარბაზო პადიეზი კი არ არის მარტო და გამოდიხარ. აი რა იყო იმ დროში 100 წლის წინ. ნახე რამხელა ეს რა ადგილას იყო, იცი? ყოფილი სტადიონის უკან. ეხლა რომ იქ გემი რო არის, ძველი გემი. აი იმ გემის ადგილზეა ესა. ეხლა ველა სპორტი ძველი ბათუმური ტრადიციაა. ბატონო, ამბანის კოშკი ეხლა აქ დგას, აი. ეს იყო ზღვასა და იმალეებს შორის. ეს კოლონადები ვისი იდეა იყო? და რაღაც სავიზიტო ბარათია ხო ჩვენი ქალაქი? 30-იან წლებში ქალაქ სორენტოში იყო სიმპოზიუმი შეხვედრა ექიმთა შეხვედრა. ჩვენი ივანე მჭედლიძე მოხდა იქა მის მოგობრებთან ერთად სამნი წავიდნენ. გაუმართლა იმ დროს მაქსიმ გორკი პეშკოვი ისვენებდა იქა. და იცნობდა, მაშინ ხალხი ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი შეხვდნენ იქა სორენტოში მჭედლიძე იყო ძალიან დიდად განათლებული კაცი და ძალიან პატრიოტი კაცი, ქალაქის პატრიოტი. მოეწონა კოლონადები, იყო იქ მრავალი ძველებური სტილის, ისეთ კლასიკური სტილის. შეხედა დაათვალიერა ბიჭო როგორცებ მადა გაუსთა ბათუმში გაკეთეს კოლონადები. ალაპარაკდა მის მეგობრებში და შეხვდა გორკი. და აი არ მოერიდა და ამ თემაზე უთხრა რომ როგორ მე ეგება მუნიციპალიტეტთან დაუკავშირდეო. კი ბატონო, მაგას მე მოგიწყობო. მიიყვანა ნახაზები გამოართვა კოპიები. წამოიღო აქა, ძალიან მოეწონა და ეს პროექტები მოარგო კერაკოსიანმა და პავლე ნადარეიშვილი, მთავარი არქიტექტორის მშენებელი იყო აჭარის და გაკეთა ის ქანდაკება. ანალოგია გაკეთა აქა და ანალოგია გაკეთა პენთა პარკი რუქია. და ეს აქაური სადა? სამივე ქანდაკება აქაური აგერა. ანუ 30-იან წლებში, ხო, ბატონო გია? კი ბატონო. აი ნახე, აქაც ყოფილა ეს. აქ იყო კაცო, მე მაქვს ბავშვობაში. მე მგონი დავაბრუნოთ უნდა. თქვენ რომელი მოგწონთ აქედან? აი ჩემი დადგმულია. იყო იქა ზღვისპირას. წამოვიღე აქ დავდი რაღაც სიმბოლო. ეს სად იყო? სად იდგა? ჯერ იყო სადღაც იქით ნაპირზე იდგა, ძალიან ცუდი პედესტალი ჰქონდა. როდესაც აიღეს მემედის ძეგლი, გასდა ასეთი მოთხოვნა იყო მთავრობისგან, რომ რაღაც სიმბოლო შექმნიოდა. მე სულ მეშონდა არ დაეფაროს მეთქი და აზრად მომივიდა ეს ესკიზი, ვალიკო ჩართი. გამხდარი ესკიზი რო არ დაფარული. ხო, ვალიკო ინაშვილს გავაკეთებინე ესა, ჩააჯინეს ესა ზემოდან და კარგი ნარგავები გაკეთა ოთხკუთხედად გარჩემო. მე ვთვლი ეს მიდგომა ასე თუ ისე სხვა თუ არაფერი მისაგები თემა იყო. დიახ. თან დელფინი კეთილი ბუნებისა, უყვარს ადამიანი. პიროვნულად არავინ არ უნდა იყოს აქ. ისე ხალხი ათვალიერებს და მე მგონი ეს გამოფენა მოსაწყობია. კი, ჩვენ ხშირად ვატყობთ. ჩვენ დგევართ აქა, აი აქ და უყურებთ იქეთ. იქეთ. და ეს ადგილი არის იქიდან რო გამოიხედავ აქეთ. ანუ რედისონი სადაც დგას იქ? ხო, რედისონიდან უყურებთ ეხლა აქეთ. და მაგ იყო გორკა, დიდი გორკა იყო. და მაგ გორკიდან ვიღაცა უღებდა დალფონს და დალფონსი ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს.
ეს არის დალფოსის ესკიზი. აი ჩემი სახლი მაშინ არც იყო ეს. რანაირი იყო ბულვარი ნახეს? აი ამ კაცმა ძალიან ყებუშავა იყო, ხოშრალია იყო და თავადი ლეონიძე და მე იასონ გორდეზიანი, ვინც დიდი უდიდესი წვლილი შეიტანეს. ახლა მარტო ბულვარი კი არა. სანერგე მეურნეობა, ყვავილების გამრავლება, მოძიება, ინტროდუქცია ქვია, რომ ჩამოიტანდა დარგავაკა. ბატონგია რესლერმა დაიწყო და დალფონსმა დააგვირგვინა, ხო? დაახლოებით პირველი ნაწილი კი იქამდე, დუმბაზის ქუჩამდე. ისინი მოღვაწეობდნენ რუსეთში, მაშინდელი ბიზნესი იყო და შემდეგ მოიწვიეს ბათუმში. და ბათუმში ისე კი არ ხდებოდნენ, თვითონ კლიმატი იმაშებოდა, იზიდავდა. ჩვენი სუბტროპიკები და არქვენ რუსკი სუბტროპიკი, რა რუსკი, ჩვენი სუბტროპიკი, მაგრამ მოუარეს ძალიან და გადმოგვაბარეს ჩვენ ასე თუ ისე კარგად. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. რაღაც ისე უეცად შევხვდით, რომ მადლობა ვერ გითხარით იმისთვის, რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ხართ და ძალიან მიხარე, იმიტომ რომ თქვენ ხართ ამ ქალაქის საპატივცემულო ადამიანი, ძირძველი ბათუმელი და ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავთ. მადლობა დიდია შევასებისთვის. აქ ცხოვრობდით თქვენ? აქ ცხოვრობდი, დიახ მე. ნუ მომიწია ბოლოს სხვაგან გადასვლა. აქ დაიბადეთ? აქ დავიბადე, კი. და გავიზარდე საბავშვო ბაღში, აქედან დავდიოდი. ეს აივანი იყო ჩემი, ნახევარი. ეს ამათ ქვიოდა ბენზე სახლი. მენავთობეთა სახლი იყო ესა, ადმინისტრაციული. და მამა ჩემი იყო მოადგილე დირექტორის მთავარი ინჟინერი და მუშებს დაურიგენ 3 ოთახიანი და დირექცია შევიდა 2 ოთახიანი. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახლია ამ ქალაქში. კი, ეს ერქომაიშვილი არის ამის პროექტის ავტორი. ბატონი გიორგი ერქომაიშვილი. თქვენი ბავშვობის ბათუმი როგორი იყო და დღევანდელობას რო შეადაროთ, რა გაკლიათ ძველი ბათუმიდან? კარგი კითხვა ძალიან. ძველი ბათუმი ახლა რო შევადაროთ, ქალაქი ვითარდება, ხო? დღეს უამრავი შესაძლებლობები არის, კეთილმოაწყო, გონიერად, კარგად, ლამაზად, მაგრამ მაშინ იყო რაც ჰქონდათ, იმას მორგებულად აკეთებდნენ ყველაფერს. ნაფიქრი იყო, ხო? ნაფიქრი იყო ყველაფერი, დახვეწილი იყო. ბათუმის სული იცოდა. ხო, მასშტაბი რო გაიზარდა ყველაფრისა. ისეთი ადგილები ჩნდება სახლებს შორის, სადაც მზის სხივი არ ხდება. ეგეთ რამე არ ყოფილა. ყველგან მზე შედიოდა ქალაქში. საზღვის სანაპიროზე მაღალსართულიანი შენობები არ უნდა შენდებოდეს და არ უნდა კეტავდეს მზის შუქს და ზღვის ჰაერს ქალაქისა. მე ძალიან ბევრი ნამოგზაურები ვარ, ეხლა ტრაბახში არ ჩამომართვარ. ბევრი რამე მინახია და აქცენტი ყოველთვის ჰქონდა არქიტექტურაზე. ერთ მაგალითს გეტყვით, სან-ფრანცისკოში მოხვდი და რაც დავუკვირდი, სანაპირო ზოლში არის სულ კოტეჯები, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული. იქით ვითარდება. და წარმოიდგინე, რომ ბათუმზე ნელ-ნელა ასე კიდევ მაღლა და მაღლა რო ადიოდე. და იქეთ გააკეთეს მაღალი შენობები. სანაპირო ზოლი დაახლოებით 500 მეტრო მარტო არის კოტეჯები და აკრძალულია მაღალი შენობები. ეს არის სწორი. თავიდან რო დაიწყო ბათუმში სანაპირო ზოლზე მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა, ჩემმა მეგობარმა ესეთ სტატუსი დადო Facebook-ზე, რომ ცეკვაზე მაინც არ გივლიათ, კაცო, მაღლები უკან დავლები წინა. რა თქმა უნდა. რეზი ჟორჟიკაშვილმა. რეზიკო ჩემი ზმაგაცის შვილია. ასე რომ ძალიან სათუთი მიდგომა ჭირდება ქალაქს. ქალაქის ცოცხალი ორგანიზმი არ შეიძლება აწვალო, არ შეიძლება ექსპერიმენტები, არ შეიძლება. ეხლა ისეთი თემას შევეხეთ ჩვენ, რომ ეს ურბანიზაცია, ეს მოწესრიგება, კეთილმოწყობა ძალიან შორს აგვიყვანს. მაგრამ საერთო ჯამში ნელ-ნელა ქალაქი კარგავს იმ სულიერებას და იმ კონტაქტს, ხალხი შორდება რითიც იყო ეს ქალაქი უნიკალური. რითაც იყო უნიკალური. ძველ იერსახესთან თუ მივალთ 30% მაინც, ეს დიდი გამარჯვება იქნება. აი ამაში ღირს ფულის დახარჯვა, ბიუჯეტის დახარჯვა, რომ გაკეთდეს ქალაქი ერთხელ და სამუდამოდ და აიგზალოს, რეგულაციები უნდა შეიქმნას. ამ გზალავი ამის იქით არ შეიძლება. ასევე რა მაინტერესებს იცით ძალიან, აი მაგალითად ძველ ბათუმში. მუშაობს თქვათ კანონი, გასაგებია, 3 სართულზე და 4 სართულზე უფრო მაღალი შენობის აშენება აკრძალულია და ასე შემდეგ. მაგრამ როცა შენობა არის ავარიული და თქვათ დემონტაჟი უნდა მოხდეს მისი. როგორ უნდა მოხდეს ისე რომ ამ ყოფილი ძველი შენობის ნაცვლად არქიტექტურულად კონტექსტიდან არ იყოს ამოვარდნილი ახალი შენობა. იქ რამდენიმე შენობაა ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან და აი ძველი ბათუმის იერსახეს ისე აფუჭებს ის ერთი შენობაც კი, რომ აი ცუდად ხვდები მე პირადად რა უქნა. გაშორის თქვენი ისეთ თემას შეახეთ, ძალიან მტკივნეულ თემას.
რომელიც ოდნავ მაინც საკამათო არის, მაგალითად პარიზში კეთება ძველ ისტორიულ ადგილზე, ძველ შენობებს შორის შეარჭობენ რაღაც თანამედროვეს, მაგრამ ისეა მორგებული, რომ გაფიქრებინე, ეს კარგია თუ ცუდია და მე ვფიქრობ, ვა რა კაი მასალითაა გაკეთებული, რა კარგად ჩაჯდა, მაგრამ არაფუჭებს ძველს. აი, არაფუჭებს თუ მივახციეთ, ეს არის დიდი წარმატება. მაგ თემაზე ეხლა წავა სამუშაოები, რაც არის ძეგლი, იმას საერთოდ არ უნდა შევეხოთ, ის უნდა მოარჩინო, რო იტყვიან ვალერიანკა უნდა დაალევინო, გული არ გაუსკდეს, ისეთი შენობა უნდა გააკეთო. ზარი არ გაჩნდეს. ხო, ზარი არ გაჩნდეს. კიდევ ტრაბახში არ ჩამომართვა. ფარნავაზ მეფისა და ლუკას სასიანის კვეთაში აგურის შენობის მე მაშინ პრაქტიკულად მუშაობდი. გავაკეთე 10 წელი მე მომიხდა დამტკიცებ რომ ჩემი გაკეთება. არაო, ეს ძველიაო. ესე კარგად გამოვიდა. გამიგე და არის ეგეთ შენობა. აი ისე უნდა გააკეთოს დღევანდელმა არქიტექტორმა, რომ ეგონოთ რომ ეს არის ძეგლი. ეს არის ძეგლი. ხო. ერეკა, შენ თუ იცი პირველი ცათამბჯენი ბათუმის რომელია? პირველი ცათამბჯენი არის ახანძრო. ჩემი სახლი. მართლა? სხვათა შორის, აი, სწორედ ჩემი სახლი, 5 ნომერი. ჩემ და სამარცხინოდ ვიტყვი, რომ იმ ორგანიზაციაში მუშაობდი, სადაც მაგის სახლები მიება. მაგრამ ეს იყო პარახოსთვის სახლები, სანაოსნო სახლები და იმათ ჰქონდათ ფული, მდიდარი იყო, ერთ-ერთ ბულვარს სანაოსნო მფარველობდა. მართლა? რა თქმა უნდა. ეს რომელ წლებში? დაახლოებით 50-იან წლებში. და შემდეგ რა მოხდა, იცით? გინდა თუ არა მთავრობა წყვეტდა ყველაფერს. დაგვიბარეს და თქვენ გინდა თუ არა აგერ არის პროექტებიო, რა ისი რუსეთიც არ გაძლევდა უფლებას. ტიპიური პროექტის მიბმა ხდებოდა. გინდა თუ არა ეს უნდა დაისვას. თორე ეს არა ჩვენი კლიმატის სახლები. 9 სართულიანები არაა ჩვენი სახლი კლიმატები. 35 სერიის სახლები არაა. ყველა ეს დარჩა ძველი, რომელიც დღეს არის დასანგრევი. ახლა იგივე ამბები შეიძლება გამეორდეს იქ. რივიერას რო ეძახიან, ხო? ხო, თუ ლამაზი არქიტექტურა იქნება, ის სივრცე აიტანს ასე თუ ისე კიდევ. ეგ ისტორიული ადგილი არაა? რა თქმა უნდა, ახლა ისტორიული ადგილი. გვირაბები იყო, საწყობები იყო. ძველი ბათუმის ტერიტორიაც ითვლება და ასე შემდეგ. სხვა შორის კონსტრუქტორებმა და გეოლოგებმა თქვეს, რომ ცოცხალი გრუნტიაო და მაგი არის ძალიან შესასწავლი, რომ მე არ ჩაჯდეს. მაგი არის ის ნაყარი, რომელიც მოიტანა დამატებით, მოიტანა დინება. და იქ შეექმნა პორტი. პორტთან საერთოდ ახლო პორტი ისეთი ადგილია, ღმერთმა დაიფარო, შეიძლება მოწამვლითი რაღაცა მოხდეს, აფეთქება მოხდეს. პორტს უნდა მოარიდო მოსახლეობა. ამასობაში მოუახლოვდით ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შენობას, ერთ-ერთ ლამაზ შენობა. ეს არის იმ დროს აშენებული. 100 წლის ნამდვილი სახლია, სხვა შორის თავიდან აშენდა 2 სართულიანი და მერე დაშენდა მესამე სართული. ეს იყო ცნობილი პიროვნების, უგანათლებულესი პიროვნების, ბიზნესმენის მაშინდელი იმ დროს ვაჭრებს ეძახდნენ. საბაშვილი ქართველი კაცი იყო, მაგრამ მაშინ რუსულად საუბრობდნენ, საბაევი. გაერქვა მერე საბაევი. რატო ეხლა გეტყვი? ეს კაცი იყო მესხეთიდან წარმოშობით, როგორც ჩვენ ვართ. ბაბუაჩემ მუშაობდა მასთან, გრიგოლ ბაღოშვილი. ბაბუა თქვენი მუშაობდა ამ კაცთან? ამ კაცთან მუშაობდა, კი. მერე ჩვენ ისიც რა იყო, მოწოლა რო იყო თურქების და იმის, ისლამს გავექეცით და მივიღეთ კათოლიკური აღსარებლობა. დედაჩემი, ახლა გადავუხეთ ამასა, დედაჩემი იყო მართლმადიდებელი და მერე დედაჩემის ასე ვთქვათ, ხათრი თუ რა ქვია, ჩემთვის ორივე ქრისტიანობა, ორივეს პატივცემ. მე გადავინათლე 60 წლის რო გავხდი, გადავინათლე მართლმადიდებლად. ჩემი ბიძაშვილები და მან ნაცები არიან კათოლიკური აღსარებლობა. კი. მერმა გამკიცხა, ასეთი ბედი მაქვს, სულ გაორება მაქვს. ისეთ ტყუპები. ტყუპები ხართ? ამ კაც ჩამოქონდა გემებით, კინოლობის მაღაზიები, ლურცმანი, ჭედურობა, კინისკარები. ეს ალბათ 20-იან წლებში. შაქუჩი, აი მთელი ამბები, ხო, ჩამოქონდა და ვაჭრობდა ამას. აქ მაღაზიებში უნდა ყოფილიყო. ბაბუაჩემი მასთან ერთად, ესე იგი, ენდობოდა. ბაბუაჩემ ბინა არ ქონდა. ახალშექმნილი ოჯახი და აქ მისცა გამოუყო ერთი ოთახი და აქედან დაიწყო ისა და მე მიიღეს ბინა იქეთ ხარეს. ეს უმდიდრესი კაცი იყო, მეცენატის იყო, სხვა შორის ეხმარებოდა ხალხს, ძალიან გულთბილი კაცი იყო. აი ესე ცხოვრობდნენ.
ძმები ზუბალაშვილები, თბილისში უამრავი შენობა ზუბალაშვილმა ძმებმა რაც ააშენეს, ყველა არის მაღალი დონის, ყველა არის ხარისხიანი, გემოვნებიანი. ავიღოთ ეს ეკლესია, ღვთისმშობლის, ხო კათოლიკური ეკლესია იყო, მაგრამ როგორც შენობა, ღირებულება, მისი ხარისხი, მისი დონე, ისიც ვერ გაიმეტეს, კარგი მიწა მიეცა და მისი მჭაობი. იქ ხიმინჯები გაუშვენ, ხის, ერთი ეკლესია იმ საწყალს ზუბალაშვილს დაუჯდა მისი ფუნდამენტის გაკეთება, წარმოიდგინე. აი ესეთი პირობებში იყო, მან აკეთებდნენ, სიკეთეს აკეთებდნენ. აი დღეს რა ხდება? გემოვნება დაკარგა კაცობრიობამ. ჩვენს ქალაქში არა მე პრობლემა. ამის ხარჯვა არ უნდა. კარგად რო გააკეთო, უნდა დახარჯო, მოიყვანოს სპეციალისტი, კარგი სპეციალისტი, რომელიც ითხოვს ფულს და აკეთებს კიდეც, ხო? ბევრი მეუბნება, ყველაზე ნერვები მესება. რა უნდა ნახაზის გაკეთება? დახაზე და მომეცი პროექტიო. ეგრე არ არის, კაცო. იქ ფიქრია, იქ აზრია, სული ჩადება, გული ჩადება. აი რკინის და შუშის სახლები უფრო ბიუჯეტურია და მოგება მეტია? თუ აი, ანუ სიტყვაზე ესეთ შენობის აშენება უფრო მარტივია და იაფია თუ ძვირია. თანამედროვეს რო ეძახიან დღეს? არა. ის მარტივია, ძალიან მარტივია, ბევრად მარტივია, ვიდრე ამის გაკეთება. ეს თითქმის ქანდაკებას ქმნის. ერთი ვერც ნახავ იმ სპეციალისტებს, ვინც აკეთებდნენ. აი ნახე ახლა ეს კინოთეატრი, ხო? კინოთეატრი აპოლო. დიახ. კაცმა მოიფიქრა ისეთი რაღაცა თავის დროზე და გააკეთა ეგეთი რაღაცა. ეს უდავოდ განათლებული კაცის გაკეთებულია, ჩახედული არქიტექტურაში. მიბაძეს იმ ძველს და გააკეთეს კიდევ კარგი. ეს მერე თავიდან აშენა. თავიდან გაკეთა ეს სახე. რესტავრაცია გაკეთა იმ ძველის საფუძველზე. ხო და ეს მინდა მეც რომ ძველი როცა ინგრევა და ფუჭდება იგივენაირი აი რა კარგია. ხო, ერთ-ერთი კარგი მაგალითია, სხვა შორის გადაიღეთ, რომ უშვენოთ, რომ კი არ დაანგრიეს და შუშა კი არ გააკეთენ და მეტალი, არამედ ზუსტად ისეთი შენობა ააგეს. კოპია გაიმეორეს იმისა. ნათია სულგულაძე ნიუ-ორლეანში იყო და ჩამოიტანა ბუკლეტები. მომეერთი ბუკლეტი მეტი ვთხოვებ და მომცა ის სადღაც მაქვს. სულ ბათუმში მეგონა თავი, ყველა ქუჩა. აი აქიდან იქ ერთი დაანგრიეს სხვა შორის. ალამაზია ხა ეს შენობა და თან რესტავრირებულიც საოცრად დაანგრიეს. იქ რო დაშალეს კუთხის. დიდი აიმანი რომ მიდიოდა მიხო. ხო, ის თავისით დაინგრა. ხო, ის აგარ რაჯობია. ესეც ლამაზია და ესეც ეს გადასარი შენობა. შენ არ შუნდა კიდევ კარგი. კინა ქონდა აკრული და ეხა მოხსნეს და სრულად გამოჩნდა მთელი ფასადი და საოცრად ლამაზი კარგი ასუფთავები. 1912 წელსაა აშენებული. მაგ პერიოდში დაიწყო რა, 1900-იან წლებიდან რო დაიწყო 40 წლამდე შენდებოდა დიდებული შენობები. ხრუშჩოვის პერიოდიდან დაიწყო ქალაქის გრევა. ამ ხრუშჩოვმა რატო დაამახინჯა მთელი ეს იმიტომ რომ მახინჯი იყო თვითონ. ახლა უყურე, თუ გინდა ესა, თვითონ მაგალითი, მოდი ახლა და გახედე ამას. ხო, ალამაზია. გახედე, ამ ფონზე ის როგორ აუშნევს. ხოჯობია ისინი არ იყოს. 12 სართულიანები რო დაანგრიონ არ ვარ წინააღმდეგ. მას აქ რა უნდა? საერთოდ ქუჩის ბოლოს რა უნდა? რა უშნავებს არა. ესა საზღვრება. ესე იგი ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლე ცოტა ჭირველი ქალბატონი ყოფილა. თეთრი სახლი ხო არის? ზოგი ფანჯრები ეზოშიც გადის. იქ სადაც ფასადი არაა. უკანა ფასადი. და მოინდომა აივნის გაკეთება, მიშენება და იმდენი შეუსწა მის პრეზიდენტს, რომ მეუღლეს რომ დააწერინა ტერიტორია და ვაშინგტონის, ხო, მოშენება პატარა აივნის, პატარა. მიწერა მთავარ არქიტექტორს ვაშინგტონის, პრეზიდენტს. აბა რა ბიჭია დებარებია რა, მასე იქა. უნდა მიწერო და მიიღო პასუხი. და იცი რა მიწერა იმან პასუხად? დიახ. პრეზიდენტები მიდიან და მოდიანო და თეთრი სახლებს შებაღო. აი ძალიან მინდოდა ამ შენობასთან მოსულიყო. შეიძლება არაკორექტულობაში ჩამეთვალოს, მაგრამ ეს შენობა ჩემი აზრით აი აქ ამ გარემოში არის დანაშაული. დარწმუნებული ვარ, სწორად ბრძანებ თქვენ. შეზაღებათ რომ იყოს მაინც რომ შეგება შეიძლებაოდეს თეთრად შეგება და ასე თუ ისე ჩააქრო. ხო, რაღაცა მეტლახი, აკრული ეს რაღაცა გაურკვევლობა. ნამდვილად არ ჯდება ამ მთლიან იმას სივრცეში. აი მან დაამდგავსა იქა კუთხეში სასტუმრო. კი. მან ასე თუ ისე იზრუნა მაგისტვის. ეს ხომ უნდა მოთხოვო, შენ რომ მთავარი არქიტექტორი ხარ, უნდა აიძულო რომ გააკეთებინო ასე. მე ვარ თუ არ უნდა გაიცეს არავითარ შემთხვევაში სანამ პროექტი არ იქნება თვალსაჩინოდ. აქვე დავზენ ერთ რაღაცას. ადრე
მერიაში იყო არქიტექტორების საბჭო. ვიკრიბებოდი და მნიშვნელოვან პროექტებს ერთად განვიხილავდით. ჩემ მოვედით ეკლესიასთან. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. აქ იყო ძირითადად იყო ბერძნული დასახლება. იცით ახლა ბათუმი ესე იყო. არა მარტო ქართველები იყვნენ, სომხები, ებრაელები, ბერძნები, აისორები, ვინ არის ცხოვრობდა ბათუმში. პორტო ფრანკო იცით, მოძრაობა, ზოგი რჩებოდა, ზოგი მიდიოდა და ასე შემდეგ. და ბერძნებმა იმ პერიოდში ზუსტად იყო თურქული მმართველობა, მაგრამ უკვე არსებობდა რუსეთის ელჩი აქა. და მოითხოვა ამ ბერძნებმა ეკლესია გვინდა ჩვენიო სალოცავი ადგილი და გამოუყვენეს ტერიტორია, სხვა შორის ეს ტერიტორია იმათმა კი არ გამოუყვენ, აქ ცხოვრობდა მაგათი ერთი მეცენატი კაცი, ბერძენი, რომელმაც მისი ტერიტორია ბაღი გადასცა და ეს დიდი ტერიტორია აშენდა იმის ნაჩუქარ მიწაზე. დააგროვეს ფული, მაგრამ მთავარი ფული გადაეხადა იმ კაცმა. ბერძენმა. კი, ბერძენმა. ამას დაემატა შემოწირული ფული კიდევ დაეხმარეს საზოგადოებამ, ბათუმის საზოგადოებამ. ასე აშენდა ნაწილი. მაგრამ რო დაიწყე მშენებლობა და დიდი ფუნდამენტი რო ამოიღენ, ის თურქეთის მმართველი აქა ვინც იჯდა, ატეხა ამბავი ასენო, მე მგონი ციხესიმაგრეს აშენებენ და მე შემოგვიტევენო. და ჩართენ ამაში ის რუსეთის ელჩი აქა. და იმ ჯუდიშმა, მოინდომა ქრისტიანი კაცი იყო და თხოვა ამ სულთანს ესენიო, ააშენებენ და წყნარად იქნებიანო. კარგიო, იყნონო, ააშენონო ზომიერათო, მაგრამ ზარი არ დაუკრალო. სანამ ჩვენ აქა ვართო, ზარი არ დაუკრალო. კარგი ბატონო და ესე მოილაპარაკენ და სხვა შორის შემდეგ ჩართენ არქიტექტორი საბახტარაშვილი. ქართველი კაცი იყო არქიტექტორი, რომელმაც ეს გადმოცემით ვიცი, რომელმაც დააპროექტა უკვე მთლიანობაში მოიყვანა. ეს ორ ნაწილად არის აშენებული. სანამ მოაპირკეთებდნენ ამას 10 წლის წინ. ორი შენობაა გაერთიანებული. ჩანდა, ხაზი იყო ორი შენობაა გაერთიანებული. დიახ, აი. ჩვენ ახლა უნდა ვესტუმროთ ბატონ გიზო ჩიგოგიძეს, რომელიც არის ბათუმელი გენიალური ფოტოგრაფი. ფოტოხელოვანი, ფოტოგრაფია არა. ფოტოხელოვანი. ბრაზდება. მართლა ხო? ფოტოხელოვანი. ფოტოხელოვანი, კი ბატონო, რომელსაც საოცარი არქივი აქვს. აი 9 აპრილის ფოტომასალა რაც შემორჩა დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს თელი ისტორია ბატონი გიზოს შექმნილია. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ძალიან ახლო ვართ ერთმანეთთან და დიდი ღვაწლი აქვს სხვა შორის გიზოს. მაზნიაშვილის ხალხი რო არის დაკრძალული მებრძოლები ბათუმის გათავისუფლების საქმეში. ეს გმირები, ნამდვილად გმირები. გიზო არის პლუს იდეის ავტორი ბოცორია ზეგლისა. შეგვიძლია ესე წავიდეთ ახლა. ერთ-ერთი უნიკალური სახლია, ძველი სახლია. ბატონი გიორგი ჩავწერე წინა გადაცემაში და ამ სახლში დაიბადა, გაიზარდა. ვიცი ეს ისტორია ვიცი. უნიკალური ეზო არის სხვა შორის თუ არ გაქვთ ნანახი? არ გვაქვს ნანახი. ძალიან გთხოვ დაათვალიეროთ, ძალიან კმაყოფილი დარჩები. არი კი არის ძველი ბათუმური. ის გიორგის რატო გამორჩა, რატო არ დაგათვალიერებია? ყაეზოები დავათვალიერე. გადასარევი ეზო, იმდენად პატარა არის სივრცე, შიგა რო. აი ხედავთ რა არის. აქედან კი მე, იქედან კი მე და თან ალამაზად ზის ყველაფერი. არტია ჩვეულებრივად. ეს იტალიური უნდა მოიღო და ბათუმური ეზო უნდა დავარქვა ჩვენ, ბათუმური ეზოები. ამ ეზოში მე ერთხელ უკვე ნამყოფი ვარ ბატონ გიზოსთან. წლების წინ ლეგენდარული კაცი. გადაცემა მქონდა. აი ხედავთ როგორი ბათუმური ეზოა, იქაც გრძელდება. ეს ის ეზოა იმ დღეს რო ვიყავით, ყველაზე ძელი და დიდია. ყველაზე დიდი რო იყო, მაგრამ ამ ნაწილში არ ყოფილა. აქეთ გვაქვს მიმართულება. სულ სხვა გარემოა, თითქოს სცენაზე ხარ სადღაც. შეხვედი კულისებში. იქეთაც გრძელდება და აქეთ. გიზო. გამოიხედა ერთი წუთით. კარი ღია, მაგრამ აქა ვიწრო გასასვლელია. აი რატომ მომწონს ყველაფერი ამიხსენით? იმიტომ რომ მაგარია. აბზანდით. გამარჯობა ბატონ გიზო. როკი მანდარი, როკი. გამოვხედე ბატონო გიზო. ბატონო გიზო, როგორ გძანდებით? ვიდი. სპეციალურად ლაბას, სპეციალურად გავაკეთე ფოტო გამოფენა. მეც და ესეც. სამ.
არა, რა ქვია. ბატონო გიზო, ამ ფოტოს ისტორია მაინტერესებს ჩვენი უწმინდეს. აი ფოტოს ისტორია რა არის? ახლა ეს 1988 წელია როცა ჩამოვდოდა ბატონი ილია მეორე ჩამოვდოდა ბატონში. გოგო ხაინდრავა თუ ისტორია მაშინ ახლა იყო. და ეს გადავიღე როცა შემოვიდა მატარებელი, მაშინ ბატარებელი შემოდიოდა პირდაპირ აი ბაქანი აქ იყო პირდაპირ ცენტრში. ჩვენებული ჩაიკა ჰქონდა ერთი რომელიც იყო სტუმრებისთვის განკუთვნილი გამოდიოდა ეს ჩაიკა გამოიყენდა უბრალოდ დიდი სტუმარეს ხო და ჩაი ეს ბევრი კადრი გადავიღე სხვადასხვა ლაკანი მე ყოლა არა მაგას თქვა წარმოგელი ხო და გადავიღე 40 წუთში სვატი მიუტანე თანაც იყო ფირზე გადაღება უნდა გამამზღანო გაასრო და და გაუწევული იყო ეს სისტრამით აპარტამენტში მიუტანე ინტერესებში ბოცორიას რამდენი ფოტო გაქვთ? ბოცორიას მაგ სულ სხვადასხვა კადრი არის 40 კადრი ეს რანაირი ფოტოა? ეგ არის ბებიაქალი ეგ არის ფოტოს აქვს სული. ბატონო ხო? არის სული აქვს ფოტოს. საოცარი ფოტოა. ხო ეგ არის პირდაპირ ახლა აქედან არის გაკეთებული ის ძეგლი რაც ჯიმიმ რომ გააკეთა აი მე რომ შეთავაზე რომ ძეგლად ბექციან მეუღლე აიღო და აქ დავსვით ვინაიდან თავარი კარების შეშტოთა არ გამოდიოდა კარები არ დაიმალებოდა და ეგ არის მე როგორ არის ეს ჩვენ რომ ადამიანი დაგზავნეთ ქელეხი გავუკეთა გიმნაზისტებმა ქელეხი ესე იგი 30 წელი გავიდა მე ამოვხარეთ ეს კაცი და დაიგზავნა ეხლა არის ეკლესიის სეზონში არის დაკრძალული კი მაგრამ რა თქმა უნდა მეუღლის დამსახურება 9 აპრილის ფოტოებიც 9 აპრილის სურათები არის ყველა დაცული არის მუზეუმში 100 ფოტო არის იქ არის არა მე არა მე გადავეცე მუზეუმში მე კი არ უნდა ვიდადო თვითონ უნდა მერია გადაწყვიტა და გამოიტანოს იმას აქვე მუზეუმში და მოიწვიოს ხალხი იქნე რომ აქ აკონსერვებენ და აკობენ ის სურათები არა მე გადავეცე ეს აქვე ალეკო აბაში ალეკო ბიძია აგერ ალეკო მე და ალეკო ტელევიზიაში გადაღებული გვაქვს აი მე ვარ მე და ჩემი და ტყუპები აი ჩვენი კლასელები აი აქ ვარ მე აგერ გიზო გეძე გვერდგებათ ეს თქვენ ხარ ბატონ გიზო? მაი ძველი ხო როგორი გამოპრანჭული ხარ? ასვი პრანჭებული ჩვენ ახლა როგორია ძველი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ეხლა რომ დასალადი მისამ გადააკეთა ტყუპი რო იყო ხო? აი ხის შენობა იყო აი ესეთი იყო მაშინ და როგორ ფიქრობთ ეხლაც რო ესეთი აშენდეს მოუხდება? რა თქმა უნდა აი ალბათ სხვა მიდგომები რა თქმა უნდა არ ლექსი ნუგზარი აპაკიძის მაგრამ ძველი ბათუმურია იმ დროს ძალიან ამშვენებდა ყავა და ნაყინის ის იყო თან ხოთოლი ძალიან დიდი მადლობა რომ მყავით ჩემი სტუმრები ძალიან მომეწონა თქვენი ვერანდა ძალიან ვისეუნეთ თქვენთან საუბრით და მე მგონია რომ სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და გავაგზავნებთ ველაპარაკოთ ჩვენ